აგვისტოს ომის დღეები გვეხმოვდება და ჩემი აზრით ყველა ქართველის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ახლა ამ დღეებში და მით უმეტეს აფხაზეთის კონფლიქტის წორ დაწყების თარიღები, ბევრად უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ მაინც მეტსდაკლებად აგვისტოს თვეებს, დღეებს უკავშირდება და ჩემი აზრით მთავარი სასაუბრო ჩვენ თემა ახლა ჩვენი ეს უნდა იყოს და იყოს ჩემი აზრით მთავარი სასაუბრო თემა ყველასი, მაგრამ ერთ კონკრეტულ ფაქტორზე მინდა ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში მინდა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ როგორც ვიცით, ძალიან სენსიტიური თემა იყო კოსოვო პუტინისთვის. სენსიტიური იყო სუბიექტურად და ობიექტურად ისაუბრებდა იმაზე, რომ კოსოვო იყო დასავლეთის მხრიდან გამოწვევა ერთგვარი, რომელიც ხაზგასმა იყო იმაზე, რომ დასავლეთი მოქმედებდა ყველანაირი პრინციპის გარეშე, რომ მას შეეძლო მოქმედა ისე, როგორც მას სურდა და რუსეთს არ შეეძლო. მაგრამ აქ კურიოზი და მთავარი ირონია იკვრება ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. როდესაც რუსეთი ასე თქვათ იმართლებს თავს, თუ რატომ უნდა დაისაჯა მას ქართული მხარე კოსოვოს აღიარებისთვის, გამართლება აქვს ასეთი, რომ დასავლეთის მიერ კოსოვოს მხარდაჭერა და აღიარება გულისხმობდა თავისთავად იმას, რომ შესაძლოა, შინაარსის გამოტანა ეს იყო, ხო, მისი დიალოგებიდან შინაარსი შეიძლება აი ეს დაწურული იყო, რომ საფრთხეს იმიტომ წარმოადგენდა რუსეთისთვის, განსაკუთრებით საფრთხეს იმიტომ წარმოადგენდა კოსოვოს აღიარება დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის, რომ ამას შესაძლოა სეპარატისტული მოძრაობები გაეღვივებინა თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე და ყველაზე მომიტევით ტერმინს, მაგრამ ამაზე რზენი პასუხი ამაზე ის იყო, რომ რეალურად მან დასავლეთით დასაჯა საქართველოს ტერიტორიაზე ზუსტად რომ სეპარატისტული მოძრაობების წაქეზებით. ეს ალკე თემა ვის როგორ მიაჩნია საქართველოში, რომ ეს იყო სეპარატისტული მოძრაობა, თუ ეს იყო სწორი პასუხი გენოციდზე, მაგრამ მე კოსოვოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს ვცემ და მეორე ხო, რაც მინდოდა მთავარი, რაზეც მინდოდა კიდევ ყურადღების გამახვილება, რომ კიდევ კურიოზული სიტუაცია იქ იქნება, რომ რეალურად სერბეთის ბედი თუ ანაღლებდა მაშინ რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, რომელიც პრინციპში იდენტურია დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური ელიტის, სერბმა ხალხმა მართლაც მოუწყო ეთნიკური წმენდა და გენოციდი კოსოვოში. მართლა მოაწყო ეს ყველაფერი. მაგრამ ამის გამო ტერიტორიით პასუხის გადახდა, რომელიც მომავალი თაობების თაობების პოტენციური კუთვნილება იყო ეს მსჯელობის ალყის საგანია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე პირიქით ქართულ ხალხს საკუთარ სახლებში, აფხაზეთის კუთხეში, საკუთარ სახლებში მოუწყოს გენოციდი. კიდევ ერთი მიზეზია, თუ რა ტიპის პასუხი გასცა მაშინ რუსეთმა და შეიძლება ვიდაოთ კომპლექსური სურათი შევკრათ, რატომ დაიწყო აგვისტოს ომი, მაგრამ კოსოვო იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.